ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები. ფაქტია, აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები. წერს ამის შესახებ ერთიანი ნეიტრალური საქართველო. განცხადებაში ვკითხულობთ. დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები არის LGBT პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია კოლექტიური ნაცმოძრაობის მმართველობა. საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატები გლობალურად კარგავს ფუნქციას, რადგან ბოლომდე ირღვევა ის მსოფლიო წესრიგი, რომლის ნაყოფსაც ისინი წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ ამერიკამ 70-მდე ასეთი ხელშეკრულება დატოვა. უცვლელია საქართველოში ხელისუფლების დამხობის და მისი აგენტურით ჩანაცვლების სცენარი და ეუთოს დასკვნა, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სხვა მექანიზმები გასული წლების მსგავსად ასრულებს რევოლუციური პროცესებისთვის საწვავის როლს. აღნიშნულია ამავე განცხადებაში. ერთიანი ნეიტრალური საქართველო მიიჩნევს, რომ ქვეყანამ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და ორგანიზაციები უნდა დატოვოს.